ხო, ალიასკაზე. ეს არის ის რომ პირველ ყოვლისა პუტინმა მიიღო როგორც თქვენ პროფესიონალები უძახით კარწინკა მიიღო ხელის ჩამორთვევა ამერიკაში მისი სტუმრობა იქ გამოსვლა პრესკონფერენცია და ამ შემდეგ ანუ ლეგიტიმურობა გარკვეულწილად და მიიღო ის რომ 8 აგვისტოსთვის გამოცხადებული სანქციები ტრამპის მიერ იქნა გადატანილი, გადაწეული. რა მიიღო ტრამპმა? ტრამპმა ვერაფერი ვერ მიიღო ძალიან დიდი კრიტიკა უშუალოდ ამერიკის სხვადასხვა როგორც მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ უშუალოდ მის ხარდამჭერ პარტიაშიც იგივე ვითარება იქნებოდა და მის მიხვდა აი ამას, რომ რამდენად წამგებიანი პოზიციიდან იმყოფებოდა, ამ წამგებიან პოზიციაში იმყოფებოდა და თვითმფრინდავიდანვე დაუკავშირდა ზელენსკის რათა ისევე ამერიკელი არჩევლისთვის თუ კონგრესმენისთვის განეცხადებინა რომ აი ახლა მე შევხვდი პუტინს, ახლა ხვდები ზელენსკის. რომელიც პროუკრაინელია, მოდი აქვე აღვნიშნოთ, ბოლო კვლევებით ამ მრჩევლები არიან რუსეთს აღიქვამენ ოკუპანტად. ისევ ტრამპის ამ მრჩევლებზე საუბრობ. 62% ბოლო გამოკლებით თუ არ ვცდები, 62% არის მომხრე უკრაინის ხარდამჭერი და ეხლა აი ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო გაზრდილიყო ეს რიცხვით. ეხლა რაც შეეხება იმას რომ მე მაგალითად ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი ტრამპის გამონათქვამებს და უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი მის საქმეს. რა გადაწყვეტილებებს იღებს და რას აკეთებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს ჩემის დაკვირვებით თუ მიხვდება ტრამპს ბოლოს. ვინაიდან მის გადაწყვეტილებაზე საკმაოდ მნიშვნელოვნად მოქმედებს და ძალიან კარგია რომ შემდეგ შეხვედრა უკვე არის ზელენსკისთან. თუმცა აი ცოტა ეჭვის სიფრთხილის საბაბს მაძლევს ის ფაქტი რომ ის არ ხვდება ერთდროულად ევროპელ წარმომადგენლებთან ერთად ზელენსკის, ჯერ ხვდება ზელენსკის და მე კიდევ ერთხელ ხვდება უკვე გაფართოებული ფორმატით უკვე ევროპის ხარდამჭერებს, ზელენსკის ევროპის ეგრეთწოდებული ხარდამჭერებს, ასე რომ ეს რაღაც გარკვეული სიფრთხილის საბაბს მაძლევს. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ მე ცოტა გაურკვეველი ვარ, ვერ ხვდები მის განცხადება რას ნიშნავს. კაი დათმო ყირიმი, თქვა ვირტუალურად. ეს ნიშნავს იმას, რომ დონბას და ლუგანსკს უბრუნებს დონეცკს და ლუგანსკს უბრუნებს უკან უკრაინას თავის ხერსონიან ზაპოროჟიანად თუ მხოლოდ ყირიმზეა საუბარი თუ აი როგორ არის შემდგომ აი ცოტა გაურკვეველია ესეთი გამონათქვამებს ახლა ჩაღრმავება მე მგონი არა აქვს აზრის ტრამპის გამონათქვამებში ჩაღრმავება. საკეთე კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც რომ ტრამპის პიროვნებიდან გამომდინარე ეს მსგავსი მარცხი და ეს მარცხი იყო ნამდვილად მისი შეხვედრა პუტინთან მის ეგოზე საკმაოდ მოქმედებს და იწვევს მის საკმაოდ მნიშვნელოვან გაღიზიანებას. ეხლა ნახოთ რა იქნება შემდგომ მისი ნაბიჯი და ძალიან კარგი ერთი ფაქტი თუ გახსოვთ იმ ცნობილი თეთრსახში შეხვედრის შემდეგ ევროპელი დიპლომატები, ევროპის წარმომადგენლები, უკრაინის ხარდამჭერები აღარ ტოვებენ ზელენსკის ერთ-ერთზე ტრამპთან. ისე მუდმივად ცდილობენ რომ დაესწრონ აი ამ შეხვედრებს, რათა მნიშვნელოვანი ხარდამჭერა გამოუცხადონ ზელენსკის. მე მაინც გონია რომ და სწორი ნაბიჯები იდგმება იქითკენ რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები აი ამის შემდეგ უნდა დაიწყოს. ესეთი ალგორითმით უნდა ხორციელდებოდეს. ის რაც მოხდა თქვა თუ მოიყვანეს მაგალითი აზერბაიჯანის სომხეთის, რომელსაც ორივეს ერთდროულად შეხვდა ტრამპი. აქ ფაქტურად ომი დასრულებული იყო, აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და ამ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტაზე აღარ იყო საუბარი. მაგრამ როდესაც საომარი მოქმედებები გრძელდება, აქტიურად მიმდინარეობს, ამ დროს მოლაპარაკებები რა თქმა უნდა ძალიან რთული არის და უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. რა ფორმატში აი დღეს გამოჩნდება.
კი ბატონო, საინტერესოა მართლაც და თვითონ აი ეს ფორმატი რას ეუბნება, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, რა რისი მანიშნებელია და თქვენც ისაუბრეთ ტრამპისთვის, მაგრამ ეს ფორმატი ნიშნავს თუ არა ზოგადად რას ეუბნება საზოგადოებას, რას ეუბნება, რას გვეუბნება ჩვენ, რას ახალი ევროპის დაბადება, ასეთი headline-ებიც კი გაჩნდა მედიაში, იმიტომ რომ ჩვენ მსგავსი ფორმატის შეხვედრა არ გვინახავს და ისევ ტრამპის ძალიან სუბუქად რო ვთქვათ ექსცენტრიული ხასიათის და პერსონის გამო და იმ გადაწყვეტილების და განცხადებების გამო, რომელსაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ერთგვარი გვერდითი ეფექტი ტრამპისა იქნება, რომ ევროპა საკუთარ თავზე აიღებს, რომ სრულიად ახლებურად შეხედოს კონფლიქტს უკრაინაში და დაინახოს, რომ დიახ, ეს არის ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლა, ის რაც ხდება ახლა უკრაინაში და რა პრაქტიკულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ევროპისგან, გარდა იმისა, რომ ახლა 5 ლიდერი ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში. იცით რა, ჩემის აზრით ესეთი ერთიანი ევროპა არ ყოფილა ბოლო 10 წლების განმავლობაში. და ეს ერთიანობა ნამდვილად აჩვენებს ტრამპს თუ სად უნდა იყოს ის ცდელობა და მას ჰქონდა ეს ცდელობა იმისა, რომ წარმოეჩინა, ესე იგი, სოფლიოს ორი წამყვანი მოთამაშის არსებობა, 2 ან 3 წამყვანი მოთამაშის არსებობა ეს ჩინეთი, ამერიკა, რუსეთი იყო, შემდგომში იყო ამერიკა, ჩინეთი და ასე შემდეგ, მაგრამ მიდის იქამდე ყველაფერი, რომ ტრამპი იძულებულია გაითვალისწინოს ის ერთიანი ევროპა, რომელიც მას დღეს აი შეხვედრაზე დაუჯდება ზელენსკის გვერდით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ დიპლომატიურ მოლაპარაკებისათვის არსებული ვითარება საომარ-მოქმედებების ხაზზე. ასევე მნიშვნელოვანია ყველაფერი წყდება ბრძოლის ველზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავექცევით. და ამ შემთხვევაში ის ბაქიბუქის ალბათ ჩატანილი რუკები პუტინის მიერ და ჩვენება თუ რამდენად წარმატებულია რუსეთი და მას ის აგრძელებს ამ შეტევას და ტრამპის განცხადებაც, რომ რუსეთი უარს იტყვის შემდგომ კიევის უკრაინის აღებაზე, უკაცრავად უკრაინის სრულ ოკუპაციაზე, ეს სასაცილოა, ვინაიდან იგივე ამერიკული მკვლევარების ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით, ხო, რაც ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო რუსეთმა 22 წლიდან. რუსეთმა შეძლო დაეკავებინა უკრაინის თუ არ ვწდები 5845 თუ 53 კვადრატული კილომეტრი. ეს არის მხოლოდ 1% უკრაინის ტერიტორიის. და ეს მილიონზე მეტი დაღუპულის ფასად, რაც რუსეთმა გაიღო. თვითონ რუბიო აცხადებს, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში 20,000-ზე მეტი დანაკარგი აქვს გააჩნია რუსეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორები. და ის ასევე სასაცილო არის თუ უბრალოდ ავიცი ცინიკურია, მე ვერ გეტყვით, აი რომელ კატეგორიაში შეიძლება გავიყვანოთ, იგივე პუტინის განცხადება, რომ რუსეთი აიღებს ვალდებულებას, რომ აღარ დაესხმება თავს უკრაინას. ახლა ქართველებს მაინც გიორგიევსკის ტრაქტატი და მოყოლებული კარგად გვახსოვს ეს რუსეთის მხარდაჭერები და რუსეთის ხელშეკრულებები. ნუ აქ მეხუთე მუხლზე იყო საუბარი, რომ თითქოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები იქნებოდა ამ უსაფრთხოების გარანტია, რაც ერთგვარ უცნაურობადაც მოინათლა, მაგალითად ახლა საუბრობდით ამასთან დაკავშირებით, რამდენად არის ეს რეალური მართლაც, რომ ამაზე დათანხმდეს. ამისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობაა საჭირო და ყველასთვის გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე ეს შეუძლებელია, როგორც ჩანს ამ გარანტიის ქვეშ იყო საუბარი. იცით რა, ყველაზე დიდი გარანტია და ყველაზე მთავარი გარანტია უკრაინისთვის არის უკრაინის შეერთებული ძალები და მის თავდაცვის უნარიანობა. ეს ძალიან კარგად ესმის ევროპას და ამიტომ არის ეს განცხადებები, რომ უკრაინა უნდა დაემსგავსოს ფოლადის ზღარბს, ხო? რომელსაც ვერ მოინელებს მომავალი ოკუპანტი. ეს აი ამ გზით სიარულის სწორი მიმართულება, ვინაიდან უკრაინის გაძლიერება ნიშნავს ევროპის გაძლიერებას, ევროპის კარიბჭის გაძლიერებას.
ეს კარგად ესმის უკვე ევროპაში. ეხლა ის შორს აგვიყვას საუბარი იმ პროგრამებზე, რაც ხორციელდება ევროპაში, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, დაწყებული რეინის რკინიგზიდან, ხო? რეინის რკინიგზის აღორძინებიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა, ეს ანტვერპენი რურის ოლქი და ჰოლანდიას, რომელიც მოიცავს, ხო? რომელიც რკინიგზის განვითარებას რადგან მიწოდება დააჩქაროს, ეს სამხედრო მიწოდება, ასევე სამხედრო წარმოების გაფართოება, ეს ყველაფერი მიმუთითებს იმისკენ, რომ ყველას ევროპა ძალიან კარგად ხვდება, რომ ვერავით არის დაპირება, ვერავით არის კეთილი სურვილი თუ მით უმეტეს რუსეთის ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი უკრაინის გარანტიას ვერ მისცემს. თავარი გარანტია უკრაინისთვის არის უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები. კი ბატონო, სანამ მე და თქვენ საუბრობთ, ახალი განცხადებაც გაჩნდა, თეთრ სახლში დიდი დღეა ტრამპის განცხადება, რაც ამაზე საუბრობდით, რომ მისი განცხადებები მართლაც ურთიერთგამომრიცხავია, იმ ხისტი ტონის შემდეგ ის წერს თეთრ სახლში დიდი დღეა, ერთდროულად ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს ყოლია, ეს ამერიკისთვის დიდი პატივია, ვნახოთ რა შედეგები იქნება, წერს დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში.